რომ არსებობდეს ერთი ღილაკი, რომელზეც დაწყაპუნების შემდეგ შეგეძლება შეცვალო შენი შინაგანი მდგომარეობა, თუ გამოიყენებდი ამ ღილაკს. გამარჯობა, მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერგასაღების რიგით მეცხრე გაკვეთილს, რომლის სათაურია აფირმაციები და თქვენი გონება. და სწორედ აფირმაცია არის ის უხილავი ღილაკი, რომლის გამოყენების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თქვენი შინაგანი მდგომარეობა აბსოლუტურად შეცვალოთ ისეთი მდგომარეობით, რომელიც თქვენთვის იქნება სასიამოვნო და სასარგებლო. ამ გაკვეთილის მიზანია გასწავლოთ ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ საკუთარი თავისთვის შექმნათ ნებისმიერი სასურველი მდგომარეობა. ძლიერი ხასიათი ხანგრძლივი ძალისხმევების შედეგია. თუ თქვენ ხართ მორიდებული, დაურწმუნებელი, მორცხვი ან მეტისმეტად აღელვებული და არ გასვენებთ ფიქრების შიშზე ან მოსალოდნელ საფრთხეზე, გახსოვდეთ აქსიომა ორ ნივთს არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ადგილზე არსებობა. ეს ჭეშმარიტია მენტალურ სულიერ სამყაროშიც. ამრიგად, თქვენთვის გამოსავალია შიშის, გაჭირვებისა და შეზღუდვის შესახებ აზრების, სიმამაცის, ძალის, დამოუკიდებლობისა და დარწმუნებულობის აზრებით შეცვლა. დარწმუნებულობის აზრებით უბრალოდ შეცვლა. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი და ბუნებრივი ხერხია აფირმაციის შერჩევა, რომელიც სწორედ თქვენთვის შესაფერისად ჩანს. დადებითი აზრი ისევე გარდაულად სპობს უარყოფით აზრს, როგორც სინათლე სპობს სიბნელეს და ამის შედეგები ასევე ეფექტიანი იქნება. მოქმედება ეს აზრის გაფურჩქვნაა, მდგომარეობა კი ამ მოქმედების შედეგი, ასე რომ თქვენს განკარგულებაში ყოველთვის არის ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც თქვენ უცილობლად ქმნით ან ანადგურებთ საკუთარ თავს და თქვენი შრომისთვის ჯილდო შესაბამისად იქნება სიხარული ან ტანჯვა. შესავალ ნაწილში ავტორი გვიზიარებს უძლიერეს ინსტრუმენტს, რომელსაც ჰქვია აფირმაცია და სწორედ აფირმაციის გამოყენების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებაში შევქმნათ ისეთი მდგომარეობები, რომელიც ჩვენ გვინდა. მოგეხსენებათ, აფირმაციებს ფართო გამოყენება აქვს დღეს უკვე სოციალური ქსელების სავსეა სხვადასხვა ტექნიკებით, რომლებიც გასწავლიან როგორ უნდა დაიწეროს აფირმაცია, როგორ უნდა წარმოთქვათ. არის უამრავი სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აფირმაციები არ მუშაობენ და ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ჩვენთვის სწორი აფირმაცია და როგორ გამოვიყენოთ ისე რომ ჩვენ გვქონდეს ამით სარგებელი. აფირმაცია არ მუშაობს მაშინ, როდესაც ადამიანი ზედაპირულად იმეორებს ამ ფრაზებს და არანაირ ემოციურ დატვირთვას არ ატარებს. თუ გვინდა რომ აფირმაცია იმუშაოს ჩვენს ქვეცნობიერზე, მას აუცილებლად უნდა გქონდეს ემოციური დატვირთვა. ის უნდა იყოს დაკავშირებული გრძნობის 5 ორგანოდან რომელიმე მათგანთან მაინც. ეს არის ის ერთ-ერთი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად გამოიყენოთ აფირმაცია და მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი. ახლა კი მოდით გადავიდეთ თეზისებზე, გავიგოთ თეორიულად რა არის აფირმაცია და როგორ მუშაობს ის ადამიანზე. გარე სამყაროში შეიძლება ისურვო მხოლოდ 3 რამ და ყველა მათგანი უკვე არის შინაგან სამყაროში. მათი მოძებნის საიდუმლო მარტივია. საჭიროა მხოლოდ იმ ყოვლისშემძლე ძალის გამოყენების საჭირო მექანიზმებით სარგებლობა, რომელიც ყოველი ინდივიდუმისთვის არის მისაწვდომი. 3 რამ, რომელსაც ისურვებს ადამიანი და რომლებიც აუცილებელია მისი მაქსიმალური თვითგამოხატვისა და სრული განვითარებისთვის, ეს არის ჯანმრთელობა, შეძლება და სიყვარული. ყველა დამთანხმდება, რომ ჯანმრთელობა ჩვენთვის სრულიად აუცილებელია. ვერავინ ვერ იქნება ბედნიერი, თუ მისი ფიზიკური სხეული იტანჯება. ყველა ხალისით როდის აღიარებს, რომ ჩვენთვის აუცილებელია შეძენა, მაგრამ ყველამ უნდა აღიაროს, რომ საჭიროა სულ ცოტა, მაგრამ საკმარისი მარაგი. ხოლო რაც ერთისთვის საკმარისია, მეორესთვის შეიძლება იყოს მძიმე გასაჭირი. ალბათ ყველა აღიარებს, რომ სიყვარული მესამე, ანუ როგორც ზოგიერთმა შეიძლება თქვას, კაცობრიობის ბედნიერების პირველი პირობაა. მას, ვისაც სამივე აქვს, ჯანმრთელობაც, შეძლებაც და სიყვარულიც,
ესმის, რომ მის ბედნიერებას ვეღარაფერს დაამატებ. სხვათა შორის ამ ნაწილში ავტორს სრულად ვეთანხმები და მეც ხშირად ვამბობ ჩემს ინტერვიუებში ან სხვადასხვა პოდკასტებში, რომ მხოლოდ სამი რამ უგჭირდება ბედნიერებისთვის: ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და სიყვარული. მაგრამ ადამიანებს აქვთ იმის აღიარების კომპლექსი, რომ ფული საჭიროა. და ამ კომპლექსის არსებობა საკმაოდ ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ იმას, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რომ მდიდრები არიან ბოროტები, რომ ადამიანები, რომლებიც მდიდრდებიან, იცვლებიან და აღარ კადრულობენ სხვა ადამიანებს და ჩვენ ქვეცნობიერად გვაქვს რაღაცნაირად იმის შიში, რომ გამდიდრება, სიმდიდრე, ბევრი ფული ცუდია. ასევე გვაქვს სირცხვილი. გვრცხვენია იმის აღიარება, რომ ფული გვჭირდება, რომ ფული მოგწონს და გვიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია რწმენა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ფულზე ლაპარაკი სირცხვილია. მაგრამ თუ ჩვენი მიზანია ის, რომ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება, აუცილებლად უნდა დავამუშაოთ ეს ფინანსური ბლოკები. ფინანსური ბლოკები სანამ არ დამუშავდება, აზრი არ აქვს იფიქროთ იმაზე, რომ თქვენი შემოსავლები გაიზრდება. ახლა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯანმრთელობა უპირველესია და თუ ჩვენ ჯანმრთელი სხეული არ გვაქვს და თუ ფიზიკურად რამე გვტკივა, არც ფული გვაინტერესებს და არც სხვა რამ, მაგრამ ჯანმრთელობის შემდეგ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ჩვენთვის მეორე ადგილზე დგას ფული. შეიძლება იფიქრომ, რომ ფულით სიყვარულს ვერ იყიდი. კი ბატონო, ფულით სიყვარულს ვერ იყიდი, მაგრამ ფულით იყიდი იმას, რითიც საყვარელ ადამიანს გაახარებ და შეუწყობ ხელს, რომ შენი სიყვარული, შენი ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან იყოს ჯანსაღი. და დიახ, საერთოდ არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ ფული საჭიროა ურთიერთობებში. რომ სადაც ფული არ არის, იქ სიყვარულიც ქრება. წყვილმა შეიძლება იცხოვროს სიყვარულში 1-2 წელი, მაგრამ როდესაც შვილი გაჩნდება, გახდება საჭიროება იმისა, რომ ბავშვი ექიმთან წაიყვანო, ტანსაცმელი ახალი შეიძინო, საზოგადოებაში გამოხვიდე, ჩნდება შემდეგ კონფლიქტები. ამიტომ მოდით სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ფული არის მეორე ადგილზე. ამ საკითხზე ჯანმრთელობის შემდეგ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ. ხოლო ბედნიერებისთვის მესამე ადგილზე ავტორისა და ჩემი აზრით ასევე არის ურთიერთობები. და მართლაც შეიძლება ბევრი ფულიც გქონდეს, შეიძლება იყოს ჯანმრთელი, წარმატებულიც, მაგრამ ურთიერთობებში გქონდეს სერიოზული პრობლემები. არ შეგეძლოს ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბება სხვადასხვა ადამიანებთან, არ შეგეძლოს ოჯახის წევრებთან შვიდი თანაცხოვრება, არ შეგეძლოს პარტნიორთან სწორი კომუნიკაცია. ამიტომ მესამე პუნქტი სიყვარული არ გულისხმობს მხოლოდ საპირისპირო სქესთან ურთიერთობას. სიყვარულს სწავლა სჭირდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ვიურთიერთოთ საყვარელ ადამიანებთან, შვილებთან, მეგობრებთან, პარტნიორთან, ოჯახის წევრებთან. შეიძლება გაგეცინოთ ახლა რა სწავლა უნდა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობასო, მაგრამ კი, ამას სწავლა სჭირდება. მე მაგალითად ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მესწავლა სწორი ურთიერთობა რას ნიშნავს, მესწავლა როგორ უნდა დავიცვა ჩემი და სხვა ადამიანების საზღვრები. დამჭირდა დრო იმის გასაანალიზებლად, რომ შეიძლება სხვა ადამიანს სრულებითაც არ აინტერესებდეს ჩემი მოცემული პრობლემა. ვისწავლე ისიც, რომ ყოველთვის არ უნდა ილაპარაკო საკუთარ პრობლემებს და არ უნდა მოახვიო სხვას შენი გასაჭირი. ისიც ვისწავლე, რომ ყოველთვის ყველას არ უნდა ენდო და არ უნდა გააუზიარო შენი გულის ნადები. არა იმიტომ, რომ ვიღაცას შენი შურს, არა იმიტომ, რომ ვიღაცის თვალი გეცემა, არა, უბრალოდ იმიტომ, რომ შენ უნდა გქონდეს შენი პირადი სივრცე, შენი ცხოვრების ინტიმური ნაწილი, რომელიც არავის არ უნდა გაუზიარო. ამიტომ სიყვარულსაც სჭირდება სწავლა. და სწორედ სწავლა სიბერემდეაო, რომ ამბობენ, ეს მართლაც ასეა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი ურთიერთობები, უნდა ვისწავლოთ როგორი დამოკიდებულება გქონდეს ფულთან, უნდა ვისწავლოთ ასევე როგორ მოუვაროთ ჩვენს სხეულს, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას და უნდა გავაანალიზოთ ის, რომ სწავლა მთელი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია. და არასდროს არ ჩავდგეთ იმ სირაქლემას პოზიციაში, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და არაფრის სწავლა აღარ სჭირდება. ახლა კი გავაგრძელოთ თეზისები. ჩვენ მივხვდით, რომ სამყაროსეული სუბსტანცია ეს არის ყოველმხრივი ჯანმრთელობა, მთლიანი მატერია და საყოველთაო სიყვარული. და რომ მოთხოვნის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ცნობიერად დაუკავშირდეთ სიკეთების ამ უსასრულო წყაროს, ჩვენი აზროვნების ხერხებია. მაშასადამე სწორად აზროვნება ნიშნავს ზენაარის მფარველობის ქვეშ მოხვედრას. ესე იგი, თუ ჩვენ გვინდა ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და სიყვარული, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ეს არის ისევ ღმერთი. ღმერთი არის თავად ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ უნდა
მოვიყვანოთ ჩვენი აზროვნება სამყაროსეულ ენერგიასთან ჰარმონიაში. ანუ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მენტალობა ისე, რომ ჩვენი აზროვნება შეესაბამებოდეს სამყაროსეული გონის აზროვნებას. ანუ უნდა ვიყოთ ჰარმონიულები, უნდა ვიყოთ კეთილები, უნდა ვიყოთ მზრუნველები. რაზე ვიფიქროთ, თუ ჩვენ ამას გავიგებთ, ვიპოვით მოთხოვნის საჭირო მექანიზმს, რომელიც დაგვაკავშირებს ყველაფერთან, რასაც მოვითხოვთ. ეს მექანიზმი შეიძლება ძალიან მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ კითხვა გააგრძელეთ, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ნამდვილი მასტერგასაღებია, რომელიც ყველა კარს აღებს. თქვენ მიხვდებით, რომ ესაა სიკეთის, წყალობისა და მაშასადამე კეთილდღეობის საფუძველი, სავალდებულო პირობა, უცილობელი კანონი. სწორედ და ზუსტად რომ ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტება, მაშასადამე ჭეშმარიტება ნებისმიერი საქმის და საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძველია. ესაა ყოველი სწორი ქმედების წინსწრები პირობა. ჭეშმარიტების ცოდნა, დარწმუნებულობა, რაღაცაზე დაყრდნობის შესაძლებლობა ისეთი კმაყოფილებაა, რომელიც ვერაფერს ვერ შეედრება. ესაა ერთადერთი მყარი ნიადაგი ეჭვების, მტრობისა და საშიშროების სამყაროში. იცოდე ჭეშმარიტება ნიშნავს ჰარმონიაში იყო უსასრულო და ყოვლისშემძლე ძალასთან. მაშასადამე იცოდე ჭეშმარიტება ნიშნავს შეუერთდე მძლეთამძლე ძალას, რომელიც თავის გზაზე წალეკავს ნებისმიერ უთანხმოებას, დისჰარმონიას და ეჭვს. ჭეშმარიტება ხომ ყოვლად ძლიერია და ის იმარჯვებს. მაგრამ როგორ ვიცნოთ ჭეშმარიტება, რათა ავამოქმედოთ მექანიზმი, რომელიც უსასრულო ძალასთან დაგვაკავშირებს? ანუ ნახეთ, გავაანალიზეთ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჰარმონიაში. ჰარმონიაში რომ ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის სისწორი. ჭეშმარიტება არის პირველსაწყისი, ანუ სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა რაღაცეების მიმართ. როცა ვიცით რა არის ჭეშმარიტება, როგორ მუშაობს სამყაროს კანონები, ჩვენ ამ სამყაროს კანონებთან მოვდივართ ჰარმონიაში. ანუ ჩვენც ისე ვიქცევით, როგორც უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტად ჰარმონიული ადამიანი. არ უნდა ვაკეთებდეთ ცუდს, არ უნდა ვიპარავდეთ, არ უნდა ვიპარავდეთ კი არ გულისხმობთ ვინმეს ჯიბეში ხელი ჩავყოთ. არ უნდა ვიპარავდეთ სხვის ენერგიას, არ უნდა ვიპარავდეთ სხვის დროს, სხვის სიყვარულს. ჰარმონიაში ყოფნა ასევე გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ემპათიურები. ემპათიურობა რას ნიშნავს? როდესაც ვიღაცა ნეგატიურად გვექცევა, ანუ ვიღაცა გვეჩხუბება, ჩვენ მას კი არ უნდა ვეჩხუბოთ და მასზე უარესი ცუდი სიტყვები კი არ უნდა ვუთხრათ. ემპათიურობა ნიშნავს იმას, რომ დაუფიქრდე ამ ადამიანს რა ჭირს, რამ გააბოროტა ასე, რომ საკუთარი ადამიანობა, საკუთარი სახე დაუკარგავს და აგერ ხმალამოღებული მებრძოლება, ხო? ემპათიურობა ნიშნავს სხვის ტყავში შესვლას და იმაზე დაფიქრებას, რომ ნუ თუ ეს ადამიანი ისეთი განადგურებულია, ისეთი გაუბედურებულია, რომ ასე თავს მესხმის. სამყაროსეულ გონთან ჰარმონიაში თუ მოვალთ, ჩვენ შევიცვლებით, ჩვენ გავხდებით ძალიან განსხვავებული ადამიანები. და ეს ცვლილება იქნება ძალიან სასიამოვნო. აი, კეთილშობილება ხო იცით რა არის? აი, გახდებით ეგეთი კეთილშობილი ტიპები. ყველას ეყვარებით, ყველასთვის იქნებით მნიშვნელოვანი, მისაბაძი, სამაგალითო. არ მინდა ამას შეხედოთ რაღაცა ამპარტავნულად. უბრალოდ ნახე, შენ როცა ხდები კარგი ადამიანი, ჭეშმარიტად სუფთა ადამიანი და გაქვს ემპათიის უნარი, გაქვს გაგების უნარი, შეგიძლია გაცემა, არასდროს არ იპარავს ხვის დროს, არ აზიანებს სხვა ადამიანს, უკვე ხდები კეთილშობილი პიროვნება და შენთან ურთიერთობა ყველა სიამოვნებს, ყველა ცდილობს, რომ რაღაცა ისწავლოს, რაღაცა შენს გარემოში მოხდეს, შენი ენერგია გაიზიაროს. ანუ ისე შეიცვლება შენი პიროვნება, რომ შენ თვითონ მოგეწონება საკუთარი თავი და ამ ცვლილებას, რომელიც მოხდა შენსა და წინა წელსში არსებულ შენს შორის, ძალიან კარგად შეამჩნევ თვითონ შენ. და სხვა ადამიანის აღიარება კი არ გვჭირდება. ჩვენ თვითონ ხვდებით რაღაცნაირად თვითკმარი და კმაყოფილი, რომ აი, გავიზარდე, შევივსე, გავძლიერდი და შემდეგ, როდესაც ამ თვითკმარობას იგრძნობ, როდესაც მიხვდები, რომ უკვე ღირსეული ადამიანი ხარ. სხვას კი არ უმტკიცებ, რომ ღირსეული ხარ. ანუ შენ თვითონ გრძნობ ამას, უკვე ხვდები, რომ სხვა ადამიანები აღარ გჭირდება. ჩვენ რატო ვართ ტოქსიკურები, რატო გვჭირდება აღიარება, რატო გვჭირდება სხვა ადამიანის სიყვარული? იმიტომ რომ არ ვართ თვითკმარები და ვერ ვპოულობთ საკუთარ თავში საყრდენს და არ გვყოფნის ეს ჩვენი მე და გვჭირდება სხვამ რომ გვაღიაროს, სხვამ რომ შეგვაქოს, სხვამ რომ მოგვეფეროს. მაგრამ როდესაც ვსწავლობთ სწორ ცხოვრებას, ანუ სამყაროს კანონებით ცხოვრებას, უკვე ეს თვითკმარობა მოდის ჩვენთან და აი ვივსებით როგორც პიროვნება.
და საკმარისი ხვდებით. აღარ გვჭირდება სხვა ვინმე ან რამე, რომ თავი კომფორტულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. ხალხო, ეს ისეთი დიდი საგანძურია, ეს ისეთი დიდი შენაძენია, რომ არ ვიცი, როგორ შემიძლია ეს აღწერო. ჩემთვის ეს არის უდიდესი სიმშვიდე. ადრე მაგალითად ყოველთვის მჭირდებოდა სხვა ადამიანები იმისთვის, რომ ყოფილიყავი ბედნიერი კმა, ყოფილი მშვიდი. ასევე მჭირდებოდა, რომ სხვას ეთქვა, რომ კარგი ვარ, რომ წარმატებული ვარ. ანუ ამის დასტური მართლა მჭირდებოდა სხვა ადამიანებისგან. იმიტომ რომ მაკლდა. და ეს დანაკლისი შევივსე აი ასე საკუთარ თავზე მუშაობით და მე თუ შევძელი და მე თუ ასეთი დანაკლისიდან, ესეთი მინუსებიდან, რომელშიც ვიყავი და ალბათ ჩემმა აუდიტორიამ იცის რა მინუსებზე არის საუბარი, და მე თუ ამას მივაღწიე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამას მიაღწიოს. თან მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი აუდიტორიისთვის ვიყო სასარგებლო და მივცეს სწორი ინსტრუმენტები, რომ მათაც შეძლონ იმის მიღწევა, რასაც მე მივაღწიე და დამერწმუნეთ, ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიე, ძალიან ბევრ რაღაცას მოკლე დროში. და ეს არ არის რთული, მაგრამ სჭირდება ყოველდღიური ენერგიის ჩადება, ყოველდღიური მუშაობა, მაგრამ ამ მუშაობამ არ შეგაშინოთ, ეს არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთოთ. აქვე სულ მავიწყდება იმის თხოვნა, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, გააზიარეთ ეს ჩემი ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს სარგებლობა, ბევრმა ადამიანმა შეძლოს გაზრდა, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოთი თუ ერთი ადამიანი მაინც შეიცვლება, თუ ერთი ადამიანი მაინც იპოვის სწორ გზას, ესე იგი დიდი საქმე გაკეთებულა. ხო და თუ თქვენ იქნებით ის შუამავალი რგოლი, ვისი გადაზიარებითაც შეიძლება სხვა ადამიანი გზაზე დადგეს, რატომაც არა გადააზიარეთ, ეს იქნება სიკეთე, ეს იქნება რა ვიცი, უდიდესი მსახურება, რომელიც შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეასრულოთ. ვაგრძელებთ თეზისებს, აზრის სულიერი საქმიანობა სული კი ქმნის მას შესადამე, გონებაში ამ აზრის შენახვის შედეგად აუცილებლად შეიქმნება აზრთან ჰარმონიაში მყოფი მდგომარეობები. თუ თქვენ ითხოვთ შეძლებას, გააცნობიერეთ, რომ მე თქვენში ერთიანია სამყაროსეულ გონთან, რომელიც არის ყველგან მყოფი მთლიანი სუბსტანცია და ის დაგეხმარებათ, რომ მოქმედებაში მოიყვანოთ მიზიდულობის კანონი, რომელიც შექმნის ძალისა და სიუხვის მდგომარეობებს თქვენი აფირმაციის, ხასიათისა და მიზნის პირდაპირ პროპორციულად. ვიზუალიზაცია ეს არის მექანიზმი, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ვიზუალიზაცია ძალიან განსხვავდება ხედვისგან. ხედვა ფიზიკური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია გარე სამყაროსთან, ხოლო ვიზუალიზაცია წარმოსახვის შესაბამისად სუბიექტური გონების, იგივე შინაგანი სამყაროს პროდუქტია. მას შესადამე ის ფლობს სასიცოცხლო ძალას, ის იზრდება, ვიზუალიზირებული განსახიერდება ფორმაში. ეს მექანიზმი უნაკლოა. ის შექმნა მასტერ მექანიკოსმა, რომელიც ყველაფერს კარგად აკეთებს. სამწუხაროდ, ოპერატორი ზოგჯერ გამოუცდელი და მოუხერხებელია, მაგრამ ვარჯიში და მიზანსწრაფულობა ამ ნაკლს აღმოფხვრეს. ახლა გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე და მინდა გაანალიზოთ ერთი ჭეშმარიტება. ჩვენ ადამიანები, რომელთაც გვაქვს ეს ფიზიკური სხეული, ეს ავატარი, ვართ სულიერი არსებები. ჩვენ ვართ სული, რომელსაც აქვს სხეული და არა პირიქით. ჩვენს სხეულში კი არ არის სადმე სული ჩატეული, პირიქით. ჩვენ ვართ სული, რომელსაც აქვს სხეული და ეს სხეული, რომელიც გვახვევია გარს, ესე რომ ვთქვათ, არის დროებითი. ისე როგორც ტანსაცმელი არის დროებითი და დღეს ეს გვაცვია და ხვალ აღარ გვეცმევა, ასე ჩვენ სულს აქვს დროებით ეს ავატარი, რომელიც გარკვეული წლების შემდეგ შეიცვლება. ანუ ჩვენ როგორც სულიერი არსებები ვართ მარადიულები. არ ხდება ჩვენი მოკვდინება. ჩვენ არ ვკვდებით, ჩვენ გარდავიცვლებით და ქრისტიანული რელიგია ამას ძალიან კარგად ხსნის, რას ნიშნავს გარდაცვალება, რას ნიშნავს ადამიანური ცხოვრების დასრულება და სხვა სამყაროში გადასვლა. მე ახლა აქ რელიგიაზე არ დავიწყებ საუბარს, უბრალოდ ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ სული, რომელსაც აქვს სხეული. და რატომ ჭირდებოდა ამის თქვენთან გაზიარება? თუ მე სული ვარ, ანუ სულიერი არსება ვარ და ვარ შექმნილი მსგავსად და ხატად ღმერთისა და ჩემი სხეული არის ღვთის ტაძარი, ანუ ესეც ბიბლიიდან დადასტურება იმისა, რაც თქვი, რომ მე ვარ სული, რომელსაც მაქვს დროებით სხეული, ესე იგი მე მქონია იმაზე დიდი პასუხისმგებლობები, ვიდრე ადამიანური ცხოვრება, ვიდრე არის სამსახურში წასვლა, კომუნალურების გადახდა, რა ვიცი, კარიერის მიღწევა. ანუ
მე მხოლოდ ეს ტვინი კი არ ვარ. მე ბევრად იმაზე მეტი ვარ, ვიდრე ეს ტვინი და ეს სხეულია. მე არ ვარ ჩემი გონება, მე არ ვარ ჩემი სხეული. მე ვარ ბევრად დიდი. მე ვარ სული ღმერთის ნაწილი. და ამისი კარგი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, შემიძლია შევადარო სული ოკეანისგან ამოღებულ, რა ვიცი, ჭიქა წყალს. აი ზღვაზე რომ გავიდეთ ახლა ჩვენ და ზღვიდან ამოვიღოთ ერთი ჭიქა წყალი და დავდოთ სადმე სხვაგან, ხო? ის ჭიქაში არსებული წყალიც ხომ ზღვის ნაწილია, ხო? ანუ ამოვიღე და არის იგივე ზღვა, მაგრამ მოვაშორე იმ თავის დიდ საწყის. ჩვენც ასე ვართ. ჩვენ ვართ მოშორებული ღმერთს და ვართ დედამიწაზე. ანუ ჩვენ ვართ იგივე სულის ნაწილი, რაც არის ღმერთი. ძალიან მინდა ეს მარტივად აგიხსნათ და ამიტომ მოვიყვანი ამ ოკეანისა და ჭიქა წყლის ანალოგია, რომ ჩვენც დედამიწაზე ვართ დროებით ჩამოსული, რაღაც ჩვენ თავგადასავლები უნდა გავიაროთ, ეს ჩვენი მისიები უნდა შევასრულოთ და თავის დროზე დაუბრუნდეთ ისევ იმ ჩვენს ღმერთს. როგორც თქვათ, ამ ამოღებულ ჭიქა წყალს დავაბრუნებდით ისევ ოკეანეში. ამის გააზრება, რა ვიცი, უდიდეს სიხარულს მგურის პირადად მე და მინდა რომ თქვენც იგრძნოთ ეს თქვენი სიდიადე, ეს თქვენი ღვთაებრიობა, ამ თქვენი არსებობის ბრწყინვალება, რა ვართ ჩვენ. მე ადრე მეგონა რომ რაღაცა ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკი ვიყავი ამ სამყაროში, მაგრამ თურმე რიგითი ჭანჭიკი კი არა, მე ვარ ღმერთის ნაწილი და შენ ხარ ღმერთის ნაწილი. ისევე როგორც ის ჭიქა წყალი არის ზღვის ნაწილი და ამ სიდიადის და ამ ბრწყინვალების შეგრძნება ძალიან დიდ სიმშვიდეს მაძლევს და ძალიან დიდ სტაბილურობასაც მაძლევს და მე უკვე აღარ მეშინია. აღარ მეშინია სამყაროში უდიდესი შიშის, სიკვდილის შიშის. ადრე თუ მეშინოდა რომ რაღაცა წლების მერე შეიძლება მოუკვდე და დამთავრდეს ყველაფერი, ეხლა უკვე აღარ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი რომ სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება, არსებობს ჩვენი ცვლილება და ეს გარდაცვალებაც საჭიროა. წარმოვიდგინეთ, ახლა მეორე მაგალითი გამახსენდა, სხვათა შორის წიგნის კლუბში გაუზიარე ჩემს გოგონებს. აი ხე მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, ხო? ხეს აქვს ბევრი ფოთოლი. ჩვენც ადამიანები ვართ რაღაცა ესე ფოთლებივით, ხო? საწყის ეტაპზე სანამ მოუძლიერდებით პატარა ფოთლები ვართ, შემდეგ რა ვიცი, უფრო გავმუქდებით, მოგვემატება წლები, შემდეგ სიბერეში როდესაც წავალთ, გავყვითლდებით ცოტა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყებს ეს ფოთლები ცვენას და აი ჩამოვცვივდებით, ხო? მაგრამ თვითონ ხე ხო არ ასრულებს სიცოცხლეს. ხეს აქვს უნარი ხელახლა მოისხას ეს ფოთლები, ხო? ანუ შემოდგომაზე თუ ფოთოლცვენა ხდება და ის არსებული ფოთოლი თუ ვარდება და ქრება საბოლოო ჯამში, ადამიანებიც ასე ვართ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ფოთოლცვენა. რაღაცა როცა მოვა ჩვენი გარდაცვალების პერიოდი, ჩვენ ჩამოვცვივდებით იმ დიდი ხიდან, რასაც ეს ცხოვრება ქვია და ჩვენც გავიხრწნებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ხეს, რომელშიც არის ეს უდიდესი სასიცოცხლო ენერგია, აქვს ხელმეორედ დაბადების შესაძლებლობა. ანუ ჩვენ არ კვდებით, არ სრულდება ჩვენი სიცოცხლე, ჩვენ გარდავიცვლებით და ამის გაცნობიერება, ამის გააზრება არის უდიდესი სიმშვიდე პირადად ჩემთვის. თუ და ეს ამხელა ისტორია ეხა რატო მოვყევი იმის გასაცნობიერებლად, რომ მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ სულიერი არსებები და სულიერი არსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა არის აზროვნება. და როდესაც ჩვენ ვსწავლობთ სწორად აზროვნებას, იგივე და ამ აზროვნებით ვიყენებთ სწორ აფირმაციებს, ეს აფირმაციები მუშაობს. ეს არის პასუხი იმაზე, რომ ზოგი ადამიანი აფირმაციებთან კარგად მუშაობს და სწრაფად გადის შედეგზე და ზოგი ვერ გადის შედეგზე. თუ ჩვენ არ მოვიწესრიგებთ ჩვენ შინაგან სამყაროს და არ ვიქნებით ჰარმონიაში ღმერთის ენერგიასთან, არანაირი აფირმაცია არ იმუშავებს. ეხლა თუ სული და გული ბოროტებით გაქვს სავსე და შენი დის, ძმის, დაქალის გშურს, რაც არ უნდა იმეორო, რომ მე ვარ წარმატებული, მე ვარ მდიდარი, მე ვარ ასეთი და ისეთი, ეს აფირმაცია არ იმუშავებს, რა თქმა უნდა. ჯერ შენი შინაგანი სამყარო უნდა მოვაწესრიგო, გახდე კეთილშობილი, რომ აფირმაცია იმუშაოს. მანამ სანამ აფირმაციებს დაწერდა დღეში 3-4 ჯერ ჩქარ-ჩქარა ამას გაიმეორებ და თუნდაც წარმოიდგენ, იქამდე შენი შინაგანი სამყარო ჯერ შეისწავლე, სად გაქვს ის სიბინძურეები დარჩენილი, რომელსაც გაწმენდა სჭირდება, ეს გამოიკვლიე, გაიწმინდე, გასუფთავდი, რომ შენივე სურვილები სწრაფად დაგესრულდეს, რომ შენ თვითონ იყო ჯანმრთელი და იყო მხნე, რომ ფინანსური კეთილდღეობა გქონდეს.
ხალხს საერთოდ არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ რაღაცა მოსაწესრიგებელი გვაქვს და რაღაცა გასაწმენდი გვაქვს და რაღაცა ხანდახან ცუდი აზრები გვაქვს. ეს არ არის სირცხვილი. მეც მქონდა ეს და საკუთარ თავზე მუშაობით მოვიწესრიგე, ხო? როგორც ფიზიკურ სხეულს ვასუფთავებთ, თქვათ, თმებს ვიბანთ თუ ვწესრიგდებით, ასე სჭირდება ჩვენს გონებასაც მოწესრიგება და ის ბინძური აზრები თუ ფიქრები, რომელიც გონებაში ავტომატურად მუშაობს, უნდა მოვიშოროთ. არ არის ეს სირცხვილი და თუ ამას ვაღიარებთ, რომ ჩვენც გვაქვს რაღაცა ცუდი აზრები, ცუდი შეხედულებები და დავიწყებთ ამათზე მუშაობას, სწრაფად გავალთ შედეგზე, მაგრამ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ და მე არაფერს ცუდს არ ვფიქრობ და ყველასთვის სიკეთე მინდა, ამას თუ ვიტყვით, ხო? ეს ტყუილია, ვატყვევთ საკუთარ თავს. საკუთარ თავს ვატყვევთ და ამით შედეგზე ვერ გავალთ. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ესე ამბობს, რომ მე ყველასთვის სიკეთე მინდა, ყველას მინდა რომ კარგი კონდეს, მე გამიგონია საკუთარი ყურით. და იგივე ადამიანისგან გამიგონია, რომ შვილს დაწყევლის, გამიგონია, რომ ვიღაცას ქუჩაში რომ ხედავს რაღაცა ცოტა ამოღებული ან რაღაცა ცვია გალანძღავს. იგივე ადამიანისგან გამიგონია, რომ რა ვიცი, ვიღაცაზე საზიზღრობას იტყვის, ვიღაცაზე ბრას გამოუშვებს და ასეთი ადამიანებისგან სხვათა შორის მე მესმის, რომ რატომ არ მიმართლებს, რაღაცა არ მწყალობს ღმერთი, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. მრცხვენია ხოლმე ვუთხრა ასეთ ადამიანებს და არც ჩემი საქმე არაა სხვათა შორის, აი ვუთხრა, რომ იმიტომ ხარ ადამიანო ესე ცუდად, რომ ბოღმა და შური გაქვს გონებაში, რომ ბრაზი გაქვს, ეს ბრაზები უნდა მოიშორო. რა აზრი აქვს ვიღაცა 10 წლის წინ, რომ ცუდი გაგიკეთა იმას, რომ დღემდე ატარებ. აზრი აქვს ამის ტარებას? ვერ შეცვალე შენ ის ადამიანი, ვერ შეცვლიდი. მოიშორე ეს ბრაზი, იმიტომ რომ გაგანადგურა, გაგაბოროტა, შეგჭამა შიგნიდან. და ის ადამიანი აგრძელებს თავის ცხოვრებას და შენ უკვე შიგნიდან შეჭამე შენი თავი. მოიშორე ეს ბრაზი. ცოტა ემოციურად კი ვსაუბრობ, მაგრამ მინდა გაგაგებინოთ, რომ სიბოროტეს, ბოღმას და ბრაზს თუნდაც მართალი იყოთ და მართლა იმსახურებდეს სხვა ადამიანი თქვენს ბრაზს, აზრი არ აქვს. ეს არის შხამი, რომელიც შიგნიდან გწამლავთ და თუ გინდათ ბედნიერი ცხოვრება, ეს ბრაზები უნდა გაუშვათ. ამ ბრაზების გაშვების ძალიან ბევრი ტექნიკებია ჩემთან აკადემიაში, მენტორინგის სესიებზე, კურსებზე, თუ ჩემთან არა ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც ეხმარება სხვებს, რომ დაძლიონეს საკუთარი შინაგანი ტრამვები და ბრაზები და ბოღმები და ვიღაცას მიმართეთ. არ არის სირცხვილი. ადრე არ იყო ამის საშუალება, რომ ჩვენ საკუთარ თავზე გვეზრუნა, რომ გამოჯამრთელებაზე გვეფიქრა, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება ყოფილიყო მნიშვნელოვანი და ახლა დღეს ღმერთს მადლობა არსებობს ამის უამრავი საშუალება და მოდი რა, მივხედოთ საკუთარ თავს და ყველა გავხდეთ რაღაცნაირად კეთილები, ყველა გავხდეთ რაღაცნაირად პასუხისმგებლები საკუთარ ცხოვრებაზე და 1, 2 და 100 რო შეიცვლება, სამყაროც შეიცვლება. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. იმისა რომ ჩვენ შევიცვალოთ, ჩვენ რომ შევიცვლებით, ჩვენი შვილებიც შეიცვლებიან. ჩვენ ვართ ზუსტად ის თაობა, რომელმაც უნდა შეცვალოს სამყარო. თუ დააკვირდებით, როგორი ბავშვები მოდიან, სულ სხვანაირები, მათ უკვე აღარ ესმით ის, ჩვენ როგორც აღვზარდეს. მათ უკვე აღარ შეუძლიათ ისეთ პირობებში აღიზარდონ, როგორშიც ჩვენ აღვიზარდეთ. ჩვენ რო გვეტყოდნენ, რომ უფროსი რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთო, ეს ჩვენთვის იყო კანონი და ახლა 9 წლის ბავშვო უთხრა, რომ უფროსი როგორც გეტყვის, ისე უნდა გააკეთო, დაკისვამს კითხვას, რატომ? და მართალიც არის, იმიტომ რომ შეიძლება ის უფროსი ცდებოდეს. ამ ახალ თაობას ეს მოძველებული აზროვნება აღარ სჭირდება. ვერ გავალთ ფონს მათთან ასეთი შეხედულებებით, ასეთი მუშაობით. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ვართ ის გარდამტეხი რგოლი, რომლებსაც გვაიძულებენ ახალი თაობა შევიცვალოთ. და თუ არ შევიცვლებით, მოგვიძულებენ, უბრალოდ აღარ მიგვიღებენ და ვიქნებით ჩვენთვის რაღაცა გაბოროტებული მოხუცები, რომლებიც არავის არ უყვარს და ერთი სული აქვს, როდის მოიშორებენ. მე ბევრი ვიცი ასეთი სამწუხაროა ეს ფაქტი და ეს რეალობა რო დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი სული აქვს, რომ ამ მოხუცებს როდის მოიშორებენ. ხო და რა საკისყარ არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი დღიდან შეგიძლია დაიწყოთ ცვლილება და გახდე ისეთი ადამიანი, რომელიც ეყვარებათ შვილებს, ეყვარებათ შვილიშვილებს, ენდომებათ მათთან ურთიერთობა. მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც არიან 70 წელზე მეტისანი და ისეთი სწორი აზროვნება აქვთ,
ისეთი ჯანსაღი კომენტარები აქვთ, ისეთი სწორი შეხედულებები აქვთ, რომ მე მიკვირს. ხანდახან მე არ ვარ ასე კარგად ჩამოყალიბებული და ასე კარგად გაცნობიერებული თანამედროვე ცხოვრებაში ისე კარგად აზროვნებს ზოგი მოხუცი. თუმცა ამის საპირისპიროდ ბევრი 30 და 35 და 40 წლის ქალბატონი ვიცი, რომელიც რაღაცა სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებზე ნეგატიურ კომენტარს წერს და უწერს სხვა ადამიანებს, რომ რა გაცვია, რას გავხარ, გადმოგიყრია ყველაფერი, ხო? არა და ეს 30 თუ 35 წლის ადამიანი თუ 40 წლის ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერს თუ ფიქრობს, საკუთარ თავს ჭამს, იმიტომ რომ ეს მისი პრობლემაა, ხოლო ვინ რას გადმოყრის სოციალურ ქსელში თუ ქუჩაში, ეს ხომ ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ამ ბრაზებით, ამ შურით, ამ მიუღებლობით საკუთარ თავს ვანადგურებთ და ვწვავთ, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. ეს არის და ეს. მე მგონი როგორც იქნა ვისწავლე წესიერად ვიდეოების ჩაწერა და რაღაცა საკუთარ ტყავში ყოფნა, იმიტომ რომ როდესაც YouTube-ის პოდკასტები დავიწყე, თავიდან ძალიან რაღაც სხვანაირ ვიდეოებს ვწერდი მე მგონი და მე თვითონ რო ვუყურებ არ მომწონს ის შემიწინა ვიდეოები, თუმცა ცოდნას კი გადმოვცემ, მაგრამ მე თვითონ ვარ შეზღუდული და აი ახლა ამ ვიდეოში მე-9 ეპიზოდის ჩაწერისას უკვე ვიგრძენი რომ ძალიან თავისუფალი ვარ, ნუ გავიზარდე, იცით რომ ეს იცით რომ ზრდა ჩემთვის არის ამნიშნელოვანი და პირდაპირ ვაღიარებ ესე თქვენთან რომ დღეს რომ ეპიზოდი ჩავწერე, ახლა რომ წერ, ანუ მიმდინარე ეპიზოდი არის ჩემთვის ყველაზე თავისუფალი ეპიზოდი, რაც YouTube-ის ვიდეოების ჩაწერა დავიწყე. ასე რომ მეც მომწონს ეს ჩემი თავისუფლება, ეს ჩემი საკუთარი აზრის მეტი გამოხატვა და წიგნზე ნაკლები დამოკიდებულება, იმიტომ რომ ადამიანებს წიგნი კი არ სჭირდებათ, ადამიანებს სჭირდება შენი რეალური გამოცდილება და მისი გაზიარება, ხოლო წიგნი უნდა იყოს საყრდენი და სხვათა შორის ახლა ვისარგებლებ ამ მომენტით და მადლობას გადაუხდი ჩემს პირად მენტორს ელენეს, რომელსაც აქვს არხი Reverse Monday და მისი მენტორინგით, მისი ესე ვთქვათ, სწორი რეკომენდაციებით მე რავი 10 კვირაში დაახლოებით გავიზარდე ისე, რომ ეს ცვლილება არის ძალიან თვალსაჩინო და ძალიან კარგად დასანახი. და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველას გჭირდება ჩვენ მასწავლებელი, მეც მყავს მასწავლებელი და თქვენც მოძებნეთ თქვენი ადამიანი, ვინც წაგიყვანთ სწორი მიმართულებით, მოგცემთ სწორ ინსტრუქციებს და სწრაფად გაგიყვანთ შედეგზე, როგორც მე მყავს ჩემი პირადი მასწავლებელი, მე შეიძლება ვიყო ვიღაცისთვის მასწავლებელი, ან მოძებნოთ, რა ვიცი, ვინც თქვენს გულთან უფრო ახლოს მოდის და იმათთან დაიწყეთ მუშაობა, რომ სწრაფად გახვიდეთ შედეგზე, იმიტომ რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი მარტო მუშაობით ბევრი დრო იკარგება და როდესაც ყავს მხარდამჭერი, სწრაფად გადიხარ შედეგზე და ჩემ შემთხვევაში ასე იყო და ბევრი ადამიანი შემეძლია მაგალითად მოვიყვანო, ვინც მენტორის დახმარებით ძალიან სწრაფად გავიდა სწორ შედეგებამდე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მე მაქვს პირადი მენტორინგის პროგრამა, რომელიც გპირდებათ ცხოვრების 3 მნიშვნელოვანი სფეროს მოწესრიგებას. ეს 3 სფერო არის ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და სიყვარული. მე მაქვს უდიდესი გამოცდილება ამ 3-ვე მიმართულებით და შემიძლია შენი ნებისმიერი кейსი დაგიგეგმო, მოგიწესრიგო ისე, რომ ძალიან სწრაფად გახვიდე იმ შედეგზე, რომელზეც გინდა რომ გახვიდე. მინიმუმ 3 თვე მენტორინგით თქვენ, რავი, არაჩვეულებრივ შედეგებს მიიღებთ და თუ გსურთ, რომ ჩემი დახმარებით მიაღწიოთ ცხოვრებაში ძალიან ბევრ წარმატებას, გქონდეთ ბევრი ფული, კარგი ურთიერთობები და მხნეობა, აუცილებლად მომწერეთ ჩემს პირად Instagram-ზე ან Facebook გვერდზე. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტა ხმამაღალია ჩემი სიტყვები და რაღაცა დიდ შედეგებს გპირდებით, მაგრამ რასაც გპირდებით, იმის 100%-იან გარანტიას გაძლევთ. ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა, იმისთვის, რომ გქონდეს ბედნიერი ცხოვრება. ასე რომ ველოდებით თქვენ შეტყობინებებს. ახლა კი მოდი გადავიდეთ სავარჯიშოზე. ამ კვირაში ვარჯიშის სახით უნდა მოახდინოთ სცენარის ვიზუალიზაცია და რას ნიშნავს ეს? უნდა წარმოვიდგინოთ, ვითო გაქვთ რომელიმე მცენარის თესლი, ან რომელიმე მცენარის ნერგი და უნდა დარგოთ ეს მცენარი. თვალდახუჭულ მდგომარეობაში 15 წუთის განმავლობაში. ხუჭავთ თვალს, ვადუნებთ სხეულს, წარმოვიდგენთ ჩვენ სასურველ მცენარეს, როგორ ვათავსებთ მიწაში.
ეს მიწა შეიძლება იყოს სახლის ქოთანი, შეიძლება იყოს თქვენი ეზო, ნებისმიერი ადგილი. ამ სცენარის თესლს ან ნერგს რგავთ, ხუჭავთ თვალს და წარმოვიდგენთ, როგორ ვითარდება ამ სცენარის ფესვები, როგორ ჩადის ნიადაგში, როგორ იზრდება და იტოტება ეს ფესვები, ამავდროულად როგორ ცდილობს ზემოთ, ანუ მიწის ზემოთ ეს მცენარე ამოსვლას, თუ თესლია მაგ შემთხვევაში, თუ ნერგია იმ შემთხვევაში, როგორ ცდილობს ეს ნერგის ზრდას, როგორ ესდება მას ღერო, როგორ მოისხამს ის ფოთლებს, როგორ გახდება დიდი მცენარე, ანუ პატარა თესლიდან ან ნერგიდან, თქვენ უნდა გაზარდოთ ჯანმრთელი მცენარე, რომელიც თავს აწარმოებს, ანუ ის არის ცოცხალი, გაზრდილი, გამწვანებული, თუ ნაყოფი აქვს, შეგიძლიათ ნაყოფით წარმოედგინოთ, თუ ყვავილი აქვს, შეგიძლიათ ყვავილით წარმოედგინოთ და საერთოდ შეიგრძნოთ ამ ყვავილის სურნელი. მოკლედ, თქვენ უნდა დარგოთ პატარა თესლი ან ნერგი და თვალდახუჭულ მდგომარეობაში უნდა უყუროთ ამ მცენარის ზრდას. ეს უნდა შეასრულოთ 7 დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მინიმუმ 15 წუთის მუშაობით. ამ სავარჯიშოთი თქვენ ისწავლეთ კონცენტრირებას და რაზეც არ უნდა კონცენტრირდეთ სხვა დროს, ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, ყვავილზე, იდეალზე, რთულ საქმიანობაზე, თუ ნებისმიერ რამეზე, პროცესი ყოველთვის ერთი და იგივე იქნება. ანუ ეს სავარჯიშო რატო გჭირდება? იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლოთ კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ იზრდება რაღაცა არაფრისგან. ანუ პატარა რაღაცა თესლი, ამ თესლის ჩათესვით როგორ შეიძლება მივიღოთ ზრდასრული მცენარე. და სხვა დროს, როდესაც თქვენი ტვინი გავარჯიშებული იქნება კონცენტრაციაზე, შეძლებთ ნებისმიერი სასურველი რაღაცის წარმოდგენას და მასზე კონცენტრირებას. ეს სავარჯიშო არის უძლიერესი სავარჯიშო და მიხვდით ალბათ, რომ კონცენტრაციის სავარჯიშოა, გისურვებთ, რომ გამოიყენოთ სიკეთეში და თქვენ და სასარგებლოდ. მე ახლა გემშვიდობებით, მომავალ შაბათამდე, შაბათს უკვე ჩავწერთ რიგით მე-10 ეპიზოდს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის და გემშვიდობებით. დროებით.